მოიცავს ეს ორ დიდ კომპონენტს, ესე რომ ვთქვათ, ეს არის ერთი სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და მეორე ეტაპი არის ის, რომ მაღალი შემცველობის ტყვია თუ კი იქნა იდენტიფიცირებული ბავშვის სისხლში, აი მათ ოჯახებში უკვე მიმდინარეობს გარემოს კვლევა, რაც მოიცავს ბავშვის მოხმარების საგნების სათამაშო იქნება ეს საკანცელარიო საგანი, იქნება ჭურჭელი, საღებავები, უმთად შეღებილი არის ის ცივცეებისაც ბავშვი თამაშობს ან ისვენებს, ნიადაგი, სხვა საკვები პროდუქტები შერჩეული არის ამათი ნუსხა, მათში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანი არის მივაგნოთ ჩვენ მიზეზს, თუ რა არის განმაპირობებელი ტყვით ინტოქსიკაციის და იმის რათა შემდგომში უკვე დავსახოთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიება. UNICEF-ის დახმარებით დაინერგა ტყვიის ზედამხედველობის სისტემა, რომელიც უკვე 2 წელია მიმდინარეობს ქვეყანაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამას, იმიტომ რომ საბოლოოდ, როდესაც გავრცელდება მთელ ქვეყანაში და შეგროვდება საკმარისი მონაცემი, ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება განისაზღვროს, რა არის ქვეყანაში ზოგადად ძირითადი წყაროები და აღმოიფხვრას ისინი. ამ ინფორმაციის შედეგად ოჯახს მიეწოდება რეკომენდაციები, როგორ მოიქცეს, როგორ დაიცვას ბავშვი და როგორ იზრდებოდეს ბავშვი უსაფრთხო გარემოში.